გრანადას ლოგოს დანახვაზე მეტად წელს რა გაგიხარდა? აუ yes! საეგრე გამოიღე ჯან. არ ვიცი, შევა ბევრი ამართლა გამხდარებია წელს ეგ, იმიტომ რომ პირველი რამდენიმე ლოგო რაც ავიღე, ისეთი ჯოჯოხეთი იყო. რეებს ვიღებდო რა არის. რომ უცებ ნაცნობი ლოგო რო დავინახე, რაღაცა ძალიან გამიხარდა. მართლა ბუნებრივი რეაქცია იყო. ეგეც ბედნიერი, აი ხანი არ ყოფილა. გრანადა, აი კი ერთი კულა როგორც იქნა. კითხვა იყო ასეთი. ბაზელში თასების მფლობელთა თასის ფინალი ბარსელონასთან დათმო. დიუსელდორფის ფორტუნა. თამაში მოგებულია, გილოცავ მერვე ფინალში გამარჯვებული ლადო ლომიძე. მადლობა. დედაქალაქი ვესტფალიის ნამდვილად არ ვიცოდი და ალოფსები ძალიან კაი მინიშნება იყო, იმიტომ რომ აქ თამაშში მოხდა ეგეთი რაღაცა, რომ ერთდროულად დაარტყეს ბურთს და დღემდე არ იციან რომელმა გაიტანა გოლი. გოლი ასე 3-0 მოუგო, მარტივი არა. ისედაც რომც არ ყოფილიყო დამბეჭდავი მისი თამაში. მაინც და რომც არ მენახა საერთოდ. მაინც ზუსტად ის მოლოდინი მექნებოდა, რაც ეხლაც მაქვს. ტატოს ჩემი დახასიათება ნაკლებად ჭირდება, ყველა მიცის ვინ არის და რას წარმოადგენს. გოუთია ესეთი თამაშების. ნახოთ, იმედია, მცირე შანსი მაინც მექნება. 50-50-ზე და მე მგონი მან იქნება გადამწყვეტი ნერვიულობა, ერთი შეცდომა. თითოეულ რაუნდში შეიძლება ერთმა შეცდომამაც კი გადაწყვიტოს და რაუნდზე თამაშის ბედი. არათანაბარი თამაში თუ იქნება და ვინმეს დიდი უპირატესობა იქნება, უფრო მგონია რომ ლადო მომიგებს დიდი უპირატესობა, ვიდრე მე მოვუგებ მას. მართლა 20 გოლს მგონია.